ქართული ალპინიზმის ლეგენდა, ბატონი ბიძინა გუჯაბიძე. მე რო პირველად ევერესტზე ავედი, ეს იყო 99 წელს, მაშინ არც კი იყო კომერციული ისინი ექსპედიციები, რა და ახლა ბევრი კომერციული ექსპედიცია, ბევრი კომპანია მუშაობს, რამდენიმე 1000 კაცი ევერესტზე, მაგრამ იქ 150 კაცია. გოცესვებნებდა რომ სუფთა ეგოისტური იმითი სურვილით ძალიან მინდა რომ წახვიდეთ და გააკეთოთ ყველაფერი, იმიტომ რომ მინდა რომ ეს ყველაფერი ვნახო მე. დამსვლელი ცხოვრება ეგ არის. ნორმალურად ეგრე უნდა იყოს, რომ აი რა შეგიძლია, აი რამდენს გაუძლებ, რას გააკეთებ. შეჯიბრი არ არის, მაგრამ აი შენს გვერდით ყოფები, მას ყველაფერს ხედავენ. ყველაზე კარგად ჩანს შავი და თეთრი და ვისი თავია. ყველა ექსპედიციის ასვლის დროს ვფიქრობდი, რომ ადრე რა შემეძლო და ეხლა აი რა მოუმატე. ეხლა ვფიქრობ, რომ აი შარშან რა შემეძლო და ეხლა იმ დონეზე ვარ თუ არა. აი რა არის, როცა ხარ და ხედავ, რომ სოვი მოდის, ეგ მომენტი მინდა რომ შემოგზნობინოთ, აი ესე ვთქავარ. მოდის რაღაც ურჩხული, როგორ იკრებთ ძალას, საერთოდ როგორ გახართ. აი გახარ რა და ფერდი რაზედაც დგეხარ, იცი რომ არ არის სტაბილური არ არის და უცბად ეს იქცევა აი დინარე თის უზარმაზარ მდინარე და მიგათრევს რომ და გაუძლო, უნდა მოუარო სხვას, ჯერ საკუთარ თავს, მერე სხვას. ისე მთაში ეგრე არის? ჯერ საკუთარ თავს და მერე სხვას ხარ? ყველგან ეგრეა, ქრისტიანობაშიც ეგრეა. თქვენ კარიერაში ყველაზე დიდ მიღწევას რას თვლით? რომ გავხდით საერთაშორისო ასოციაციის წევრები. თუ დადგება ოდესმე, როდესაც ხო დადგება ის დღე, როდესაც ფიზიკურად ვეღარ შეძლებ თაში 100 წლის მერე. მე რას გააკეთებ გიფიქრეთ მაგაზე?